თქვენ ახლა მოისმენთ ყველაზე წარმოუდგენელ ისტორიას ომზე, გამბედაობაზე და გადარჩენაზე. ქსენოფონტის ანაბასისი გვიყვება 10,000 ბერძენი მეომრის განვლილ გზაზე, საბერძნეთიდან სპარსეთის გულამდე, ომზე და შინ დაბრუნებაზე. სპარსეთის უფლისწულმა კიროსმა დაიქირავა 10,000 ბერძენი მეომარი, რათა ტახტიდან ჩამოეგდო საკუთარი ძმა, მეფე არტაქსერქსე მეორე. ძველი წელთაღრიცხვით 401 წელს ბაბილონთან კუნაქსის ველზე გაიმართა ბრძოლა ორი ძმის არმიებს შორის. ბერძნებმა და აჯანყებულებმა დაამარცხეს სპარსული ჯარი, მაგრამ ბრძოლაში მოკვდა უფლისწული კიროსი, რითაც აჯანყება კრახით დასრულდა. ბერძნული ჯარი აღმოჩნდა სამშობლოდან 1500 კილომეტრით დაშორებულ მტრულ სპარსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. აგრეთვე ბერძენთა ლიდერები მოატყუეს სპარსელებმა, მოლაპარაკებებზე დაიბარეს და ერთიანად ამოხოცეს. ლაშქარი დარჩა ლიდერის, საკვების და გზამკვლევის გარეშე. ბევრს მიაჩნდა, რომ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ბერძნები ვერ გადარჩებოდნენ, მაგრამ სწორედ მაშინ გამოდის ქსენოფონტი ასპარეზზე. ის სოკრატეს მოწაფე იყო, არც გენერალი იყო, არც მებრძოლი, მაგრამ ერთ ხამეს შეკრებაზე გამოდის სიტყვით და იძახის, თუ მტერი გარშემოგვერტყა, მაშინ ერთად უნდა ვიდგეთ. წესრიგი უნდა იყოს, მოვძებნოთ გზა ჩრდილოეთისკენ, შავი ზღვისკენ. ბერძნებმა ის ლიდერად აირჩიეს. ლაშქრობა გაგრძელდა 8 თვე. მათ გადალახეს მდინარე ტიგროსი, ანატოლიის მთები, სამხრეთ კავკასიის მთები, დღევანდელი სომხეთი. გაიარეს სომხეთის ცივი ზამთარი. ბერძნები გზადაგზა იყინებოდნენ, ადგილობრივ ტომებთან ომებში იღუპებოდნენ, მაგრამ დისციპლინისთვის და სტრატეგიისთვის არასდროს გადაუხვევიათ, რადგან ეს იყო მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. რამდენიმე თვიანი მომქანცველი გზის ბოლოს ერთ-ერთი ბერძენი მეომარი ხედავს ლურჯ ჰორიზონტს და ყვირის ზღვა მათ უკვე შავ ზღვას მიაღწიეს. ამ ამბიდან მალევე მეომრები მიდიან ბერძნების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დასახლება ტრაპეზუნტში და იქიდან უკვე ბრუნდებიან სამშობლოში, საბერძნეთში. სამშობლოში დაბრუნებული ქსენოფონტი მოგვიანებით წერს მემუარებს, ანუ ანაბასის, რაც ბერძნულად ითარგმნება როგორც აღმასვლა. ეს იყო პირველი სამხედრო მარშის დაწვრილებითი აღწერა ისტორიაში, რომელიც გამდიდრებული იყო გეოგრაფიით, სტრატეგიით, მორალით და ადამიანური ფსიქოლოგიით.